5 სხვადასხვა საქმე და 34 დაკავებული. ყველა ქურდულ სამყაროსთან კავშირში. პირობების დამრღვევებს საჯარიმო თანხას თხოვდნენ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. რა ბრძანება მივიდა ციხეში კანონიერი ქურდებისგან ძმები მიქაძეების და მათი გარემოცვის გასაფუჭებლად. ძმების ახლობლად, ჯოხაძეების ახლობლად, მაგათ ხარდაჭერებს. ვაფშე ყველას დედებს. დიდი მიქაძე, პატარა მიქაძე და ჯოხაძე არიან ადგილზე ლიკვიდირება. რა მოხდა კაბალში, სადაც სპეცრაზმელი მძიმედ დაიჭრა. ევროკომისიის ანგარიშის შეფასება. საქართველოს წინააღმდეგ გამალებული პროპაგანდა მიდის უკვე რამდენიმე წელია და ეს ანგარიშიც სწორედ იმ ანტიქართულ პროპაგანდას უწყობს ხელს. ძალიან ბევრი მიზანმიმართული უზუსტობა. საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მცდელობა და სხვა კანდიდატების დემონსტრატიული წახალისება. უღებელია კასკადი პოლიტიკური ბრალდებების, რომლის დიდი რაოდენობის წყარო თავად ბრიუსელი ან ზოგიერთი სხვა დედაქალაქია. რა საბაბი გამოიყენა თბილისის დასჯისთვის ბრიუსელმა. ურთიერთ პატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობა. სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებამ ჩვენს ურთიერთობებში ახალი თავი გახსნა. საქართველოს სულ უფრო მეტად იძენს ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული დამაკავშირებლის როლს. სტრატეგიული როლი შუა დერეფანში და ჩინეთის მხარდაჭერა. ჩინეთი გლობალური მიწოდებისა და ინდუსტრიული ჯაჭვების გაძლიერების ერთგულია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართული საგამოფენო სივრცე შანხაიში ჩინეთის პრემიერთან ერთად გახსნა. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერ 9 საათზე. დღეს 5 ნოემბერია, გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამოშვიდობისა. რამდენიმე სპეცოპერაცია, კრიმინალური გარჩევები, ერთი დამნაშავის ლიკვიდირება, ზარი ციხეში შავი სამყაროდან 5 სხვადასხვა საქმე და 34 დაკავებული, რომელთაგან ყველა ქურდულ სამყაროსთან კავშირშია. დავიწყოთ ეგრეთ წოდებული პრაგონის ჩატარების ბრძანებით, რომელიც რუსთავის ციხეში კანონიერი ქურდებისგან შევიდა. კრიმინალურ ავტორიტეტებს განაჩენი აქვთ გამოტანილი ძმებ მიქაძეებზე და მათ გარემოცვაზე. ფარულ ჩანაწერებში ისმის ლევან ჯანგოლაძის სკოლების ორგანიზებაში ბრალდებულების გინება და დასჯის მოთხოვნა. ეგრეთ წოდებულ გაფუჭების ბრძანებას კანონიერ ქურდი კაკო ტუღუში, იგივე ენცო უცხო ქვეყნიდან გასცემს. ნახსენებია დიდი ძმები იტალიაში, ოღონდ სავარაუდოდ საქმე არ ეხება იტალიურ მაფიას კოზა ნოსტრას, არამედ ქართველ ქურდებს, რომლებსაც ციხიდან ანგარიშს აბარებენ კვერცხა და ბადუკა. ნახსენებია ბალამუტაც. კანონიერი ქურდების მითითება ციხეში მალევე სრულდება. რის შესახებაც დამკვეს ტელეფონით ჩააბარეს ანგარიში ბრძანების შემსრულებელმა. დღეს გავრცელებული ფარული ჩანაწერები მხოლოდ ციხის საკონფერენციო ზარებს არ ეხება. კრიმინალური გარჩევები მიდის სხვა საქმეებზეც. ქურდული სამყაროს წევრები მოქალაქეებს ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებიან, რა დროსაც დამრღვევებს საჯარიმო თანხას თხოვენ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. და კიდევ ერთი საქმე, რომელიც დამნაშავის ადგილზე ლიკვიდაციით დასრულდა. ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში მირზა ალიევმა აყვანის ოპერაციის დროს სპეცრაზმს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად ერთი სპეცრაზმელი გულმკერდის არეში მძიმე დაიჭრა, თუმცა ამ დროისთვის მისი სიცოცხლე საფრთხე უკვე აღარ ემუქრება. 34 დაკავებულის გარდა ბრალი დაუსწრებლად კიდევ 4 პირს წარუდგინეს. 4-ვე საზღვარგარეთ იმყოფება. ნათიამ ღებრიშვილი მოგუყება რამდენი ქურდული გარჩევადებს საგამოძიებო მასალებში და როდის და სად ჩატარდა სხვადასხვა სპეცოპერაცია. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ სპეცოპერაცია ერთდროულად თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა, მათ შორის სამეგრელოში, გურიაში, კახეთში, ქვემო ქართლში და ასევე მცხეთაში. რაც შეეხება სისხლის სამართლის 5 საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მოპოვებულია ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს სატელეფონო ჩანაწერები, ასევე ჩხრეკისას ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, ნარკოტიკი და დიდი რაოდენობით თანხა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა ახალი სისხლის სამართლის საქმე გახსნეს. დანაშაული გახსნეს გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი. პოლიცია! სპეცრაზმელების მობილიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ერთდროული სპეცოპერაციები. სისხლის სამართლის 5 საქმე. მასშტაბური ღონისძიების შედეგად დაკავებულია 34 პირი. გამოძიება მათ წინააღმდეგ ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე მიმდინარეობს. ამავე დანაშაულზე 7 პირს ბრალს დაუსწრებლად წარუდგენენ. მათ შორის არის საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი კაკო ტუღუში, მეტსახელად ენცო.
დანაშაულებრივ სქემაში ენცოს როლს ეს სატელეფონო საუბარი ადასტურებს. მტკიცებულებები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა. ჩანაწერებში ენცო კრიმინალურ ავტორიტეტს კვერცხას საზღვარგარეთიდან მითითებებს აძლევდა. ეუბნება, რომ ბრალდებულ ძმებ მიქაძეებზე, გიორგი ჯოხაძეზე და მათი გარემოცვის წევრებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ. დიდი მიქაძე, პატარა მიქაძე და ჯოხაძე ესენი არიან ამგეს ვინც გვერდში დაუდგება იგიც მაგინალი ბ***ია. ენცო ბიჭო ჯერ მიქაძების დედა ზევიდან ჯოხაძის დედა და ამათი სიტუაცია ბიჭო ეს პაროდი არიან ესენი და ნაბუ არის. ნახო ვინ რასიზავს მაგაკი გაგებინებთ ყველაფერს თო. ვინც მაგენის გვერდში დადგება იგენის ავტომატურად ირკვევა, რომ ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის მითითებებს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბადრი ნათობაძე იგივე ბადუკა ასრულებდა და ეგრეთ წოდებულ შუმოქს აორგანიზებდა. ხაძეების ახლობლებს, ჯოხაძეების ახლობლებს, მაგათ ხარდაჭერებს, ვაფშე ყველას დედებს არ ველას მიცე. ხო. აი ზონებში რო რაღაცებს ადატარებდნენ თქო. აგრეთვე თვითონ. იაკივის ხალივით თქო უთხარ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებული პირები ქურდული სამყაროს წესებით ფინანსური დავების მოგვარებაშიც აქტიურად იყვნენ ჩართულები. ქუჩური გარჩევების მოწყობით და მუქარით კონკრეტულ პირებს თანხის მიტანას აიძულებდნენ. მეტი დამაჯერებლობისთვის იყენებდნენ ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების გავლენებს. ჩანაწერებში ტარიელ ონიანის, მანუჩარ ელიავას და ლევან აბულაძეს ახსენებდნენ. ეს ამას ერთხელ აიყიდეს ვინც თუშა სამწუხაროდ და ფირმას ვინც თქვია სამწუხაროდ ხო და მithumetet ჩამგონაძეები სულ არიან და ის კარტულ რაფერდურებს სიტყვას მომიდოს 7000 ხახალოდა გავიგია მოვიტან სექტემბრის ბოლოს ჩემი დედა მესროლება ვაგევარ და მესროლებაში სადაც გნახავ ეხლა მე პირადად მეგეუბნები მაგაში იქ დაგლეწავ კომაში ჩაგიგდებ იქა სიცოცხლის მოსპობის მუქარა დანაშაულებრივი ჯგუფის ზოგიერთმა წევრმა შეასრულა საუბარია ზაფხულში სოფელ კაბალში აგრალურ ბაზარში მომხდარ სისხლიან ანგარიშწორებაზე. 25 ივნის 50 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მაშინ პოლიციამ ცხელკვალზე 2 პირი დააკავა. როგორ მოქმედებდნენ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირები, მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალებზე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მისაუბრა. დაკავებული ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წევრები და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერები მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ. საზღვარგარეთ ყოფ კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ და იღებდნენ მათგან სხვადასხვა დავალებას. ასევე გინდება, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით ეგრეთ წოდებული ქურდული გარჩევები ეწყობოდა, სადაც პირობების დამრღვევებს საჯარიმო თანხას თხოვდნენ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ გააგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. მაშინ, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ქურდული სამყაროს წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა სოფელ კაბალში სპეცრაზმელს დასაკავებელმა პირმა გულმკერდის არეში ესროლა. ირკვევა, რომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე პოლიცია მირზა ალიევის ასაყვანად მის სახლში მივიდა. შესვლისთანავე კი ალიევმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. საპასუხო სროლის დროს მოხდა მისი ლიკვიდაცია. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილი სამართალდამცველი საუნივერსიტეტო კლინიკაში შინაგან საქმეთა მინისტრმა მოინახულა. გეკა გელაძემ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან მოისმინა. სპეცრაზმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა სტაბილურია. დღის ბოლოს განცხადება კლინიკის ხელმძღვანელმა გააკეთა. ლევან რატიანის თქმით, 32 წლის სამართალდამცველი იმ ჯავშან ჟილეტმა გადაარჩინა, რომელიც სპეცოპერაციის დროს ეცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი მძიმე იქნებოდა. საბედნიეროდ პაციენტი გადარჩა, ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პიროვნებას ეცვა ის პროტოკოლით გათვალისწინებული ჯავშანი, მაინც იქნა ვთქვათ, მიღებული ეს ტრამვა თავისი სიმძიმედან, ტრაექტორიიდან გამომდინარე და სწორედ ამ ჯავშანმა შეიძლება ითქვას, რომ მისი სიცოცხლე იხსნა.
ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციების დროს სამართალდამცველებმა კიდევ ერთი საქმე გახსნეს. დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. ირკვევა, რომ ჩუბინიძემ და მიქაძემ 2021 წელს ვახტანგ კობიაშვილს გაფორმებული 5 ცეცხლსასროლი იარაღი წაართვეს. მოგვიანებით კი ერთ-ერთი სხვა პირზე უკანონოდ გაყიდეს. ურთიერთპატივისცემაზე აგებული პარტნიორობა და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. ამ თემაზე დღეს ბევრი ისაუბრა ირაკლი ყობახიძემ, რომელიც ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა უკვე იძლევა ხელშესახებ შედეგებს ვაჭრობის, ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების სფეროში, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ქვეყნისთვის, რომელსაც ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული დამაკავშირებლის ერთ-ერთი მთავარი როლი აქვს. ანაკლის ღრმაწყვოვანი პორტი, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, აღმოსავლეთ დასავლეთის მაგისტრალი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ბაქო, თბილისი, ყარსის რკინიგზა. ეს ყველაფერი საქართველოს ორი კონტინენტის მთავარ სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტად აქცევს. საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა კარგად ესმის ჩინეთს, ამიტომ ორი ქვეყანა ახლა კიდევ უფრო მეტი პოზიტიური ტრენდის მოლოდინშია. დღესვე საქართველოს პრემიერმა შანხაის გამოფენაზე ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გახსნა ქართული საგამოფენო სივრცე, რომელიც 1000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. საქართველოს შანხაიში წელს პირველად განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით იმყოფება. ჩინეთს ვრთავთ პირდაპირ ეთერში ლელა ჯავახიშვილი აშუქებს ქართული დელეგაციის ვიზიტს და სწორედ ის მოგყვება რა ხდებოდა იმპორტის გამოფენის გახსნაზე და რა განცხადებები გაკეთდა ორივე მხრიდან. თავარი ღონისძიება, რომელსაც საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრება და რომელზეც ირაკლი ყობახიძე საკუთარმა კოლეგამ მოიწვია, დღეს გაიხსნა. ჩინეთის ეკონომიკის მნიშვნელობა მსოფლიოსთვის და ახალი შესაძლებლობები ქართველი ექსპორტიორებისთვის უკეთ აითვისონ ჩინეთის ბაზარი, საქართველოს როლი შუა დერეფანში და ორმხრივი მზაობა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მეტად განვითარებისთვის. იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ორი ქვეყნის პრემიერმა, ერთად გახსნეს ქართული საგამოფენო სივრცეც, რის შემდეგაც ირაკლი ყობახიძეს ვიზიტის ფარგლებში ჰქონდა სამუშაო შეხვედრა. დელეგაციას დღესაც ისეთივე დატვირთული დღის წესრიგი ჰქონდა, როგორიც გუშინ შანხაიში უკვე მეორე დღეა მსჯელობენ საკითხებზე, რაც სტრატეგიულ პარტნიორებს შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სავაჭრო ურთიერთობებს კიდევ უფრო გაამყარებს. ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის მერვე გამოფენის გახსნაში მონაწილეობა ირაკლი ყობახიძემ საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღო. გამოფენა ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა გახსნა. სწორედ მისი მოწვევით იმყოფება შანხაიში საქართველოს დელეგაცია. ირაკლი ყობახიძის ხელმძღვანელობით. მთავრობის მეთაურის სიტყვებით, საქართველოს სულ უფრო მეტად იძენს ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული დამაკავშირებლის როლს. ჩინეთთან თანამშრომლობას ირაკლი ყობახიძის შეფასებით, ხელშესახების შედეგები მოაქვს ვაჭრობის, ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების სფეროში და ამავე დროს აძლიერებს ორი ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას. ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად იქცა. 2018 წლის იანვარში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლამ, რომელიც ქართული ექსპორტის თითქმის 95%-ს მოიცავს, თამაშის წესები შეცვალა და მნიშვნელოვნად გაზარდა ვაჭრობის მოცულობა. საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას გააგრძელოს თანამშრომლობა შუა დერეფნის საშუალებით ჩინეთსა და ევროპას შორის სატრანსპორტო ნაკადების ზრდის მიმართულებით. ბოლო წლებში შეიმჩნევა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების დადებითი ტენდენცია. 2025 წლის პირველ 3 კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტები 45%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, საქართველო მიესალმება ჩინური ინვესტიციების ბოლოდროინდელ დადებით ტენდენციას, რომელმაც 2025 წელს მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით 2021-დან 24 წლამდე საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი დააფიქსირა. ამ ძლიერ ეკონომიკურ ფუნდამენტურ მახასიათებლებთან ერთად საქართველოს ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ანაკლის ღრმაწყვოვანი პორტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ქვეყანას ჩინეთსა და ევროპას შორის მთავარ სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტად აქცევს, აძლიერებს რეგიონულ კავშირს და მხარს უჭერს მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობას. საერთაშორისო იმპორტის გამოფენა, როგორც სივრცე, სადაც მსოფლიო ეკონომიკა ჩინეთის ეკონომიკას ხვდება და სადაც კონკრეტული გეგმების რეალიზება ხდება. ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება საკუთარ სიტყვაში ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა. ლიციანი დარწმუნებულია, რომ გამოფენის მონაწილეები სამშობლოში ნაყოფიერი შედეგებით ბრუნდებიან.
დღეს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა არის ადგილი, სადაც მსოფლიო ეკონომიკა ხვდება ჩინეთის ეკონომიკას. ეს არის ადგილი ახალი ბიზნეს კონტაქტების დასამყარებლად და დარწმუნებული ვარ, გამოფენის მონაწილეები სამშობლოში ნაყოფიერი შედეგებით დაბრუნდებიან. ჩინეთი ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკის ზრდის, გლობალური მიწოდებისა და ინდუსტრიული ჯაჭვების გაძლიერების ერთგულია. ჩვენ გამოვიყენებთ ამ პლატფორმას, რათა დავამყაროთ ახალი კონტაქტები და ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტიზაციით ურთიერთსასარგებლო შედეგებს მივაღწიოთ. ჩინეთში ვიზიტის დროს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. სავაჭრო ურთიერთობების განვითარება და არსებული პოტენციალის უკეთ ათვისება, საინვესტიციო თანამშრომლობის განვითარება, რაც ერთის მხრივ ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას, მეორე მხრივ კი საქართველოდან ჩინეთში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტს შეუწყობს ხელს. ჩვენ საკმაოდ კარგი განხილვები ჰქონდა სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების საკითხებზე, თუ რა მიმართულებით შეიძლება ვიმუშაოთ, რომ უფრო მეტად იყოს გამოყენებული პოტენციალი, რაც ორ ქვეყანას აქვს ორმხრივი ურთიერთობების სავაჭრო ეკონომიკური მიმართულებით განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია შუა დერეფნის კონტექსტში ჩინეთთან ურთიერთობები. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, როგორც საპატიო სტუმარმა, ოფიციალურად მიმართა გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას. მის გამოსვლაში მან ამომწურავად ისაუბრა ჩვენი ქვეყნის მიღწევების შესახებ, დაგეგმილი პროექტების შესახებ, რომელიც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას, განსაკუთრებით დაკავშირებადობის კუთხით, უშუალოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გულისხმობ ამ შემთხვევაში. ყველა ის საკითხები, რაც მანამდე წინ უძღოდა დღევანდელ დღეს, ეს არის მემორანდუმების გაფორმება, ხელშეკრულებების გაფორმება, დღეს წარმოდგენილი 40-ზე მეტი კომპანია ერთობლიობაში ქმნის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტად გახდეს ცნობადი ქართული კომპანიები. ჩინეთის ბაზრისთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გაჩნდეს ქართული კომპანიებისთვის აქაურ ბაზარზე. საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ოფიციალური ღონისძიების შემდეგ ირაკლი კობახიძემ მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ერთად საქართველოს საგამოფენო სივრცეც გახსნა. ჩინეთში ვიზიტის ოფიციალური ნაწილი კი შანხაის მერთან სტუმრობით გააგრძელდა, სადაც ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს მონაწილეობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ჩინეთი და საქართველო ყოველთვის კარგი მეგობრები და პარტნიორები იყვნენ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან ჩვენი ორი ქვეყანა ყოველთვის პატივს სცემდა და ენდობოდა ერთმანეთს. ამის შედეგად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა დღეს განვითარების ძალიან პოზიტიურ ეტაპზეა. როგორც პრეზიდენტმა სი ძინპინმა პრეზიდენტ ყაბელაშვილისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში აღნიშნა, ჩინეთი მზადაა გააგრძელოს მუშაობა საქართველოსთან, რათა კიდევ უფრო განვითარდეს ჩვენი ტრადიციული მეგობრობა და ორმხრივი სასარგებლო თანამშრომლობა. შანხაი ჩინეთის პროგრესისა და მოდერნიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. შთამბეჭდავია იმის ხილვა თუ როგორ ვითარდება ჩინეთის სხვადასხვა სექტორში. ჩვენ ჩინეთთან თანამშრომლობის გაძლიერებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენ ქვეყნებს შორის გაფორმებულმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ ჩვენი ურთიერთობები სრულიად სხვა ეტაპზე გადაიყვანა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხელშესახებ და პრაქტიკულ შედეგებს მივაღწიოთ ორმხრივ ურთიერთობებში. საერთაშორისო გამოფენაზე, რომელშიც საქართველოს წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს 40-ზე მეტი ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ საქართველოს ისტორიას და კულტურას, უნიკალურ დამწერლობას, ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს. უპრეცედენტო მასშტაბით არის საქართველოს წარმოდგენილი გამოფენაზე. აქ იქნება როგორც გასტრონომიული, ასევე კულტურული ნაწილი წარმოდგენილი და ასევე ექსპონატები ქართული ისტორიისა და კულტურის შესახებ. დიდი ხალხი მოდის, დიდი ხალხი დაინახავს რას, როგორ ცხოვრობთ, რას ვაკეთებთ, როგორ არის ჩვენი გასტრონომია, რომ წარმოვადგინოთ ამდენი ხალხის წინაშე. საქართველოს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში უკვე მერვედ მონაწილეობს. საქართველოს დელეგაცია ჩინეთში ვიზიტს ხვალ დაასრულებს. რამდენად ესმის საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ბრიუსელს, რომელიც დიალოგის და კონსულტაციების ნაცვლად კვლავ თბილისის დასჯის სხვადასხვა მეთოდს იყენებს და მუდმივად ბრალმდებლის როლშია. სხვა საკითხია, როგორ მიუდგა სხვა კანდიდატ ქვეყნებს ევროკომისია DSC-ში ყოფნის გარდა კიდევ სხვა რა მნიშვნელოვან ფაქტორებზე დახუჭა თვალი, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს დემონსტრატიულად დაესაჯა. ხელისუფლება აცხადებს, რომ უსამართლო მიდგომა თავად ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციას აზიანებს, რითაც თავადვე უწყობს ხელს საქართველოში ევროსკეპტიციზმს.
მის გაღვივებას. მიგერძოების კარგი მაგალითია ევროკავშირის გუშინდელ ანგარიში სხვა კანდიდატი ქვეყნის უკრაინის შეშფოთების ჩაწერა, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს, მაშინ როდესაც ამ სანქციებს არ შეუერთდნენ სხვა ქვეყნებიც, მათ შორის ბრიუსელის მიერ შექებული მოლდოვა. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ბრიუსელმა საქართველოს კანდიდატის სტატუსს მხოლოდ ქაღალდზე დარჩენილი სახელი უწოდა, საქართველო მაინც განაგრძობს ამ მიზნისკენ სვლას. აქვს იმედი, რომ ევროკავშირში ბევრი რამ შეიცვლება და 2030 წლისთვის ქვეყანა ევროპის ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანების წევრი გახდება. ჩვენ ხედავთ ამ მასშტაბის უსამართლობას და ფაქტების დამახინჯებას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. სუბიექტური მიდგომა, რომელიც ევროპელი ბიუროკრატების მიკერძოებულობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს აკრიტიკებს. დოკუმენტში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, საუბარია ხელისუფლების მხრიდან არჩევნების არაობიექტურად ჩატარებაზე, ლგბტ და გამჭვირვალობის კანონებზე, რომელიც მათი მტკიცებით ევროინტეგრაციას აფერხებს. ასევე რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში სავარაუდო დახმარებაზე. მთავრობის მეთაურმა დღეს განმარტა, რომ ბრალდებებს არც ერთი დამამტკიცებელი არგუმენტი არ მოჰყოლია. მეტიც იმ ფონზე, როდესაც თავად ევროკავშირის წარმომადგენელმა ქვეყანას სანქციების აღსრულების გამო შეაქო, ბრიუსელის ეს პოზიცია გაუგებარია. მართველი გუნდის ლიდერი დარწმუნებულია, რომ 2030 წლისთვის ევროპული ისტებლიშმენტი ფუნდამენტურად შეიცვლება, რაც საქართველოს მიღწევების ობიექტური დაფასების წინაპირობა უნდა გახდეს. დღევანდელ ევროპულ ბიუროკრატიას აქვს მარტივი სტანდარტი. თუ არჩევნები არ აბრუნებს ხელისუფლებაში კოლექტიურ ნაცმოძრაობას, ასეთ არჩევნებს არ აქვს მათთვის ფასი. თუ გენპროკურორის არჩევის წესი არ არის ისეთი, რომელიც აძლევს კოლექტიურ ნაცმოძრაობას, პროკურატურაზე გავლენის დაბრუნების საშუალებას, ასეთ არჩევის წესაც არ აქვს ფასი. თუ სასამართლოსთან დაკავშირებული კანონმდებლობა ისეთია, რომელიც არ აძლევს კოლექტიურ ნაცმოძრაობას, სასამართლოზე გავლენის დაბრუნების საშუალებას, ასეთ კანონმდებლობას არ აქვს ფასი. ეს არის საერთო მიდგომა, ეს არის ის სტანდარტები, რომელიც მოქმედებს, როცა საუბარია რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე და ამასთან დაკავშირებით უკრაინის მიერ გამოხატულ შფოთვაზე, ჩვენ არ გვახსენდება უკრაინის შეშფოთებული პოზიცია, მაგალითად მოლდოვასთან მიმართებით ან ზოგიერთ სხვა კანდიდატ ქვეყანასთან მიმართებით, რომელიც ასევე არ მიუერთდა სანქციებს. ევროკომისიის მხრიდან ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაზე საუბრობენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. ამბობენ, რომ პრეტენზია პროკურორის დანიშვნის წესსა თუ სასამართლოში არსებულ ხარვეზებზე აბსურდულია, რასაც საერთაშორისო რეიტინგებიც ადასტურებს. ეს ანგარიშიც სწორედ იმ ანტიქართულ პროპაგანდას უწყობს ხელს ამ დასკვნებით, რომელიც სრულიად დაცდენილია რეალურ ფაქტებს და რეალურ მოცემულობებს. როდესაც დღეს საუბარია იმაზე, რომ თითქოს ეს კანონები რაიმეს ზღუდავს, ეს კანონები არაფერს არ ზღუდავს, არ შეიძლება კიდევ ერთხელ გამჭვირვალობა იყოს მიუღებელი დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის. ერთადერთი მიზანი, რაც ამ კანონმდებლობას აქვს, არის ამ საკითხების პოპულარიზაციის ხელშეშლა, რომ არ მოხდეს პროპაგანდა ამ საკითხების გავრცელების, ხისტი ლექსიკა, რითაც არის რის საფუძველზეც არის შედგენილი ანგარიში, ბუნებრივია ეს არ იმსახურება ორმხრივ ძელვადიან დღის წესრიგს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას არჩევნებზე მანიპულაციის დამადასტურებელი არც ერთი არგუმენტი ამ დრომდე არ წარმოუდგენია, ხელისუფლების ოპონენტები ევროკომისიის ანგარიშის ყველა პუნქტს იზიარებენ. საქართველოს მოქალაქეს არ ჯერა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება კაცის კაცზე ქორწინებას ნიშნავს, რომ ეს არის ტყუილი, ეს არის აბსურდი, ეს არის რუსული პროპაგანდა და ამიტომ არის, რომ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. შეუძლებელია, რომ ქართული ოცნების პირობებში რაიმე წინსვლა იყოს მიღწეული პირიქით. იმასთან შედარებით, რომ იმ მომენტთან შედარებით, როდესაც ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, საქართველო ბევრად უფრო უკან არის განვითარების თვალსაზრისით, პირველ რიგში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის. ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილს და ქართულ ოპოზიციას საერთო ლობისტურ სივრცეში მოიაზრებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. პოლიტიკოსები გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ ბრძოლის უკან ეგრეთ წოდებული შავი ფულის შემოდინების წყაროების გაჩენის სურვილს ხედავენ. კანონმდებლების აზრით, სასამართლოზე კონტროლისა და არასამთავრობოების უკონტროლო დაფინანსების შესაძლებლობა გარკვეული ძალებისთვის ქვეყანაში სასურველი და მორჩილი ხელისუფლების მოყვანის გზად აღიქმება. ვერ მოუნელებიათ ის, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არ არის მათი კონტროლის ქვეშ. და ეს რატომ არის მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანი არის იქიდან, რომ საპარლამენტო არჩევნები არ არის მყარი გარანტია, რომ ვიღაცისთვის სასურველი ხელისუფლება იქნება მუდამ. ამიტომ ჭირდებათ სასამართლო, რომელიც არასამთავრობოს მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე, რომ ესა თუ ის არჩევნები უკანონო არის, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. არის
პირდაპირ ტყუილი ჩაწერილი ანგარიში, როგორ არ დაუჭირა თორმე მხარი საქართველოს უკრაინის სასარგებლოდ არსებულ რეზოლუციებს და როგორ მოქმედებდა ის რაღაცა საერთო ევროპული ინიციატივების წინააღმდეგ. ეს არის ყალბი ანგარიში და ყალბი ანგარიშით მცდელობა ჩვენს საზოგადოებაზე მოახდინონ ზეგავლენა და ზეწოლა. ევროკომისიამ გაფართოების ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა. დოკუმენტში საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის გარდა ოფიციალური ბრიუსელი აღიარებს, რომ ქვეყანამ გლობალური გამოწვევების ფონზე შესამჩნევი ეკონომიკური განვითარება შეძლო. ბრიუსელის გარდა საქართველოს ხელისუფლებას უსამართლო მიდგომებს და პრეტენზიები ბრიუსელის დიპლომატიურ მისიასთანაც აქვს. ამჯერად საქმე ეხება 4 ოქტომბრის მოვლენებს და პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილ შტურმს, რაც ერთმნიშვნელოვნად და პირდაპირ ევროკავშირის არც ერთ წარმომადგენელს არ დაუქმია. პაվել ჰერჩინსკი ამბობს, რომ ევროკავშირი გმობს ძალადობას ნებისმიერი მხრიდან, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ სიტუაციაში და იხსენებს კაია კალასის და მარტა კოსის განცხადებებს, როდესაც მათ ორივე მხარეს მოუწოდეს თავი შეეკავებინათ ძალადობისგან. ქართული ოცნება ამბობს, რომ კონსტიტუციური წყობილების დამხობა მცდელობის საქმეში არანაირი ორი მხარე არ არსებობს და ის რომ მოძალადეებს არ ემიჯნებიან კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ მხარდაჭერაზე, რომელიც რადიკალურ ჯგუფებს ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან აქვთ. 4 ოქტომბრის მოვლენებიდან ერთი თვის შემდეგაც ევროპელი მაღალჩინოსნების მხრიდან დუმილს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელის ღირებულებით უკუსვლას უწოდებს. შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმის დაგმობაზე უარს მიზეზი აქვს. ევროკავშირის ელჩის გააზრებული უარი უყოყმანოდ დაგმოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი, ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლის და ანტიდემოკრატიული ტრაექტორიის საუკეთესო ილუსტრაციაა. არანაირი ყველა, ვისაც თავი უნდა შეეკავებინა ძალადობისგან 4 ოქტომბერს არ არსებობდა. იყო მხოლოდ ერთი მოძალადე მხარე, ბრიუსელისგან მხარდაჭერილი რადიკალები. მათი დაგმობა საკუთარი თავის დაგმობაც იქნებოდა. ეს არის არ დაგმობის რეალური მიზეზი. სახელისუფლებო პარტიის მხრიდან ეს კრიტიკა ევროკავშირის ელჩის შეფასებას მოჰყვა. ბრიუსელის დუმილის ფონზე განმარტების გაკეთება თბილისში მყოფ ელჩს მოუწია. პაվել ჰერჩინსკის ჟურნალისტებმა არაერთხელ ჰკითხეს, გმობდა თუ არა პრეზიდენტის რეზიდენციაზე ძალადობრივ შტურმს, რაზეც ელჩმა უპასუხა, რომ ევროკავშირი ნებისმიერი მხრიდან ნებისმიერ ძალადობას გმობს. როგორც ევროკავშირი ჩვენ ვგმობთ ძალადობას ნებისმიერი მხრიდან, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ სიტუაციაში. მე უკვე ვახსენე ის განცხადება, რომელიც გააკეთა 5 ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლებმა, კაია კალასმა და ევროკომისარმა მარტა კოსმა, სადაც მათ ყველას მოუწოდეს თავი შეეკავებინათ ძალადობისგან. ჩვენ ასევე 27 საელჩოსთან ერთად, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, მათ შორის ევროკავშირის 25 წევრი სახელმწიფო და 2 არაწევრი იგულისხმება. არჩევნებამდე 10 დღით ადრე უპრეცედენტო ერთობლივი განცხადება გავაკეთეთ, სადაც ყველა მხარეს სიმშვიდისაკენ მოუწოდეთ და ასევე მოუწოდეთ, რომ არ გამოიყენებინათ ძალადობა. ევროპელი დიპლომატის პოზიცია კლასიკური ორმაგი სტანდარტია პრემიერ-მინისტრისთვის. სახელისუფლებო გუნდის ლიდერების განცხადებით ტენდენცია იქცა, რომ ევროკავშირი და მისი ელჩები ოპოზიციის რადიკალურ ქმედებებს არ ემიჯნებიან. როდესაც ნაციონალები ძალადობენ, არასდროს არ ემიჯნება ამას არც ევროკავშირის ელჩი, არც თლიანად ევროპული ბიუროკრატია. ევროკავშირის ელჩი მოქმედებს სწორედ ამ ორმაგი სტანდარტით, რაც აღარ გვიგვირს არავის ამ დონემდეა დასული სამწუხაროდ დღეს ევროპული ბიუროკრატია. ბრიუსელიდან ჩვენ ნახეთ ერთადერთი განცხადება, რომელიც მიზანმიმართულად ამახინჯებდა იმ ფაქტებს, რომელიც 4 ოქტომბერს განვითარდა საქართველოში და მიზანმიმართულად ქმნის საქართველოსთან მიმართებაში კიდევ ერთხელ მცდარ აღქმებს. ევროკავშირის დამოკიდებულებაში მიკერძოებას ვერ ხედავს ოპოზიცია. ნაციონალურ მოძრაობაში, რომელიც 4 ოქტომბრის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, დამხობის გეგმაზე საუბარი არ სურთ და სხვა პარტიების მსგავსად მიაჩნიათ, რომ პაվել ჰერჩინსკიმ არსებულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა. 5 ოქტომბერს ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ნებისმიერი ფორმის ძალადობა მიუღებელია ევროკავშირისთვის. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. ისინი მართლაც მოუწოდებდნენ ნებისმიერ მხარეს და ნებისმიერ ვითარებაში ძალადობისგან თავის შეკავებისკენ. ასე რომ ჩვენ ნამდვილად ვერ ასე ვთქვათ დავადანაშაულებთ ევროკავშირის გარკვეულ მიკერძოებაში. ორაზროვანი და ბუნდოვანია ევროკავშირის ელჩის პოზიცია საპარლამენტო უმრავლესობისთვის. მართლ ძალაში აცხადებენ, რომ ჰერჩინსკიმ უნდა დააკონკრეტოს, გმობს და ემიჯნება თუ არა 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობას. თუ კი ვინმე ცდილობდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას, შევარდნა სახელმწიფო ინსტიტუტებში, ეს იყო ოპოზიცია, ამიტომ აქ რაღაც სხვა პასუხისგებლობის ცრების გადატანა უნეფრივია, ამოვარდნილია ყოველგვარი კონტექსტიდან. მან კონკრეტულად უნდა თქვას ემიჯნებიან თუ არა 4 ოქტომბრის
ძალადობრივი, ასე ვთქვათ, აქციის ჩატარებას და მცდელობას, რომ სახელმწიფო დაემხოთ რევოლუციური გზით. ბრიუსელის მაღალჩინოსნების მხრიდან კრიტიკა მმართველგუნდს არ უკვირს, თუმცა უკვირთის, როგორც ცდილობს ევროპული ბიუროკრატია კონკრეტულ ძალადობაზე პასუხისმგებლობა არა მათ ორგანიზატორებს, არამედ ხელისუფლებასაც დააკისროს. ბრიუსელის ამჟამინდელი ბიუროკრატიის მიდგომებისა და ქმედებების გამო ევროსკეპტიკოსები სულ უფრო მეტი მხარდაჭერით სარგებლობენ თავად ევროკავშირის ქვეყნებში. ამაზე მეტყველებს მემარჯვენების მზარდი რეიტინგი არაერთ სახელმწიფოში და ეს ეხება როგორც აღმოსავლეთ, ისე ცენტრალურ ევროპას. ერთ-ერთი ასეთი პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის, რომელიც დღევანდელი გამოკითხვებით პოპულარობით გერმანიაში ნომერ პირველი პოლიტიკური ძალაა. ალის ვაიდელის პარტია საქართველოსთან დაკავშირებით კითხვები არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მთავრობასთან, არამედ ევროპარლამენტარებთანაც აქვს. საქმე ეხება ევრონესტს, რომელიც ერევანში ჩატარდა. მოუწყვეს თუ არა იქ საქართველოს პროვოკაცია. ევროპარლამენტარებს ადანაშაულებს, რომ მცირე ჯგუფმა მათ მიერვე დაფინანსებული მემარცხენე ლიბერალური NGO-ების სომხეთში მიზანმიმართულად მიიწვიარითად აიძულა ქართული დელეგაცია, რომ ევრონესტისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინათ. ევროპარლამენტარი ირმჰილდ ბოსტორფი ევროპარლამენტს საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს. პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის წევრი იმ მიზეზზე საუბრობს, თუ რატომ გამოუცხადა საქართველომ ევრონესტს ბოიკოტი. მისი თქმით, ქართული დელეგაციის უარის საფუძველი სესიაზე იმ მემარცხენე ლიბერალური NGO-ების მიწვევა გახდა, რომლებიც ევროკავშირისგან ფინანსდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტი ამტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება თავად საქართველოს მიიღო, ევროპარლამენტის მცირე ჯგუფმა დახურულ კარს მიღმა გადაწყვიტა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მემარცხენე ლიბერალური ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მოწვევა. საბოლოო ჯამში სწორედ ამან გამოიწვია ბოიკოტი. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ეს ერთ-ერთია და არა ერთადერთი იმ პროვოკაციებიდან, რომელიც მმართველ გუნდს ევროპარლამენტის მხრიდან ახსოვს. სახელისუფლებო გუნდისთვის უკვე მიღებული რეზოლუციები, უსაფუძვლო კრიტიკა და ქვეყნის ინტერესების დაზიანების მცდელობა კონკრეტული ევროპარლამენტარების რეალურ მიზნებს ამხელს. ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან გვაქვს ხედავთ საზოგადოება ხედავს იმ მტრულ დამოკიდებულებას, რომელიც არის საქართველოსთან დაკავშირებით, ის რაც გააკეთეს ერევანში, სამწუხაროდ ეს იყო თავად სომხეთის დელეგაციის გამოყენებაც ამ მიზნებისთვის, რომ რაღაც ერთმანეთისთვის გადაეკიდათ თუნდაც რეგიონული სახელმწიფოები. საქართველოს პირველი არ არის, ვინც ევრონესტში მონაწილეობის მიღებაზე უარს თქვა. 2015 წელს აღმოსავლეთის პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეა აზერბაიჯანმაც დატოვა. იქამდე იყო ბელორუსი. ამის მიუხედავად ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ პლატფორმის გამოყენებაზე საქართველოს უარი არ უნდა ეთქვა. თავად ოცნება ამბობს უარს ყველა ევროპული პლატფორმის გამოყენებასგან. პირიქით პროაქტიულად უნდა იყო დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება მეტი პლატფორმა გამოიყენოს საკუთარი სიმართლის და საკუთარი პოზიციების დასაცავად. მე ვიყავი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე, როგორც დემოკრატიული პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იყვნენ. საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და უსაფუძვლო მიდგომა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ევრონესტის სესიაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების NGO-ების სახელით მიწვევამ პოლიტიკური ფასი დაკარგა. ისინი ამ შემთხვევაშიც სიყალბით ცდილობდნენ რაღაცა სცენარის განვითარებას და NGO-ების კვოტით მიპატიჟებული ყავდათ დაცმოძრაობის წევრები. ჩვენ რა თქმა უნდა არ ვაპირებდით და არ ვაპირებთ ასეთი ტიპის სპექტაკლებში მონაწილეობის მიღებას. მიიწვიეს მხოლოდ რადიკალიზმით სახელგანთქმული მდიდარი NGO-ები, რომლებიც უხვად ფინანსირდებიან, უცხოური დაფინანსებით და განთქმულნი არიან როგორც უცხოური დავალებების, უსიტყვოს შემსრულებლების საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, მარტო ესენი მიიწვიეს და არ მიიწვიეს მეორე მხარეს. ეს არავითარი დიალოგი არ არის. ევროპული სტრუქტურების დამოკიდებულებებზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს იმ ღონისძიებაში მონაწილეობაზე თქვა უარი, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების საფარქვეშ რადიკალური ოპოზიცია იყო წარმოდგენილი. ევრონესტს მიწვეული ყავდათ NGO საფარქვეშ რეალურად რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. ასეთ ვითარებაში ქართული დელეგაციის მონაწილეობა იყო, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ირაციონალური. ხო, ეს არის აქაც ევროპული ბიუროკრატიის მიდგომა. აქაც მხოლოდ სინანული შეიძლება გამოთქვათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ასეთ რეჟიმში ძალიან რთულია კონსტრუქციული ურთიერთობების აწყობა კონკრეტულ ჩინოვნიკებთან ევროკავშირიდან. ევრონესტის მე-12 სესია წელს პირველად ერევანში ჩატარდა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ინტეგრაციის მიზნით დაფუძნებული საპარლამენტო ფორმატი უკვე 14 წელია ფუნქციონირებს.
ევროპარლამენტარი, რომელიც მუდმივად ლობირებდა არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ რეზოლუციებს, თავადაც კორუფციულ სკანდალშია გახვეული ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის გავლენიანი წევრის გერმანელი ანგელიკა ნიბლერის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა პოლიტიკო ავრცელებს. ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციით ნიბლერი ევროპარლამენტში საკუთარი ასისტენტების თანხებს ითვისებდა. ანგელიკა ნიბლერი მარტო არ არის ევროკავშირის საზოგადოებრივი პროკურატურის ოფისის მიერ გაშიფრული სქემით ევროდეპუტატი ბიუჯეტიდან მიღებულ ფულს ევროკავშირის პარლამენტში სხვა კოლეგებსაც უნაწილებდა. ნიბლერი გერმანიის მოქმედი კანცლერის ფრიდრიხ მერცის პარტიის ქრისტიან სოციალური კავშირის წევრია. ეს არ არის პირველი შემთხვევა. დასავლურ მედიაში ევროპარლამენტარების სკანდალები სულ უფრო ხშირად ჩნდება, რაც აჩენს ეჭვებს, რომ ასეთი ყაიდის პოლიტიკოსების ფულით დაქირავება ძალიან ადვილია. კორუფცია ევროპაში და ბრიუსელში არ ახალია. ასე ეხმაურებიან ქართულ ოცნებაში სკანდალურ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ევროპარლამენტარი კორუფციულ საქმიანობაში ამხილებული. საერთაშორისო გამოცემა პოლიტიკოს მიერ გაშიფრული სქემით ირკვევა, რომ ანგელიკა ნიბლერს საგამოძიებო უწყება საპარლამენტო ხარჯებისა და ფინანსების არამიზნობრივ გამოყენებას ედავება. სავარაუდო კორუფციულ სქემას ევროკავშირის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტო იკვლევს. თბილისის ბრიუსელში დაწყებული გამოძიება არ მართლ გუნდში ნიბლერს იმ მასშტაბური კორუფციის სახედ მიიჩნევენ, რომელიც უკვე წლებია ევროსტრუქტურებში არსებობს. დეპუტატის დონეზე კი არა, უმაღლეს დონეზეც არის ამასთან დაკავშირებით მთელი რიგი გამოძიებები და საზოგადოებისთვის არის ეს ცნობილი, არ ახალია. ამიტომ ძალიან ასე ვთქვათ, სწორედ მაგას ვამბობ, რომ განსაკუთრებული მორალური პრედესტალიდან ელაპარაკებიან საქართველოს, იმიტომ რომ საქართველოს მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არის ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფო. ევროპარლამენტართან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას არ პასუხობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე. თუმცა კორუფციულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი ანგელიკა ნიბლერი ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი რეზოლუციების აქტიური გულშემატკივარი და იმ ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელია, რომლის გაერთიანებაშიც თავად ნაციონალური მოძრაობა ახლაც ირიცხება. მიუხედავად ამისა, თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებს ეუბნება, რომ თემა განსახილველად საინტერესო არ არის. ანგელიკა ვიღაც, რომელსაც მე სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვიცნობ, ასე ძალიან გულწრფელად გთხოვთ, ნუ გაღელვებთ. ბოკუჩავასა და ნაციონალური მოძრაობის მსგავსად, კრიტიკული განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებს ოპოზიციის სხვა ნაწილიც. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ბრიუსელი მსგავს პრობლემებს თავად გაუმკლავდება. ევროკავშირში როგორც გაერთიანებაში, ხო, მის ნებისმიერ სტრუქტურაში, ისევე როგორც დემოკრატიულ ქვეყნებში შეიძლება არსებობდეს გადაცდომები ცალკეული პოლიტიკოსების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდანაც ევროკავშირი და ევროპარლამენტი თავის თავს მიხედავს, იმიტომ რომ იქ არის სასამართლო და შესაბამისი საგამოძიებო უწყებები. ევროკავშირის მთავარი ღირებულება არის ის, რომ ის შეურიგებელია, რა თქმა უნდა, კორუფციის წინააღმდეგ და ევროკავშირის ინსტიტუტები თავადმე მიხედავენ ამ შემთხვევაში იმ კორუფციულ ასე ვთქვათ ნიშნებს. ევროკავშირში არსებულ კორუფციასთან დაკავშირებულ პრობლემებს ფართო სურათში აფასებენ მართლ გუნდში. ქართულ ოცნებაში აქცენტს იმ გამოძიებებზე აკეთებენ, რომლებიც უკვე წლებია როგორც ევროდეპუტატების, ასევე ევროკავშირის მაღალჩინოსნების მიმართ მიმდინარეობს. მორიგი სკანდალური კორუფციული დანაშაულის შესახებ მედიამ დღეს კითხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუსვა. მთავარი პრობლემა, რასაც ხედავ ჩვენ ევროპულ ბიუროკრატიაში, არის კორუფცია და სერიოზული უკესლა მიმართულებით, ხო, კორუფციის კითხვით, დემოკრატიის კითხვით, პრინციპების პატივისცემის კუთხით, ფასეულობების კუთხით, ყველა მიმართულებით ხედავთ სერიოზულ უკუსლას და ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს, ეს არის ჩვენი სურვილი და ეს არის ჩვენი მოწოდება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ. ამ ევროპარლამენტართან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა, რაც წაყენებული აქვს თაღლითობასთან დაკავშირებით. იმასაც შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, რომ ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიერთან, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტია, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არის. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არის ქალბატონ კალასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი არის ძალიან სამწუხარო, თუმცა დღეს ესეთი ვითარება არის ევრობიუროკრატიაში. პოლიტიკომ ევროპარლამენტარის კორუფციულ საქმიანობაში სავარაუდო ჩართვის შესახებ ინფორმაცია გუშინ გამოაქვეყნა. ამ დრომდე კომენტარი არც ერთი ევრობიუროკრატს არ გაუკეთებია, რომლებიც სხვა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და ქვეყნის შიდა გადაწყვეტილებებს აქტიურად აკრიტიკებენ.
კიდევ ერთი ევროპელი ბიუროკრატი, ევროკომისარი, რომელსაც სხვადასხვა წყაროების მიხედვით წარსულში შესაძლოა სოციალისტური იუგოსლავიის პოლიტიკური სადამსჯელო პოლიციის კომისრის ტიტულიც კი ჰქონდა. ვინ არის რეალურად მარტა კოსი, რა აკავშირებდა თავის დროზე იუგოსლავიის საიდუმლო სამსახურთან და რატომ თქვა 2022 წელს უარი კენჭი ეყარა სლოვენიის პრეზიდენტად. ადამიანების თვალთვალი, დევნა, დაპატიმრება, უდბას სასარგებლო ჯაშუშობაში მარტა კოს ბრალს ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის ერთ-ერთი მკვლევარი ცდებს, რომელმაც სრულად შეისწავლა ამჟამინდელი ევროკომისრის კომპრომატებით სავსე ბიოგრაფია. იგორ რომერცის კვლევები ტელეკომპანია მედიანოვა 24-ის მიერ მოპოვებულმა საიდუმლო ფაილებმა კიდევ უფრო გაამყარა სლოვენიურმა ტელეარხმა მარტა კოსის სპეცსამსახურთან თანამშრომლობის დამადასტურებელი ოფიციალური საარქივო დოკუმენტაცია შესაბამისი ნომრებით გაასაჯაროვა. ეს ინფორმაცია გარკვეული პერიოდი ხელმისაწვდომი იყო ერთ-ერთ საიტზეც, თუმცა სლოვენიის მთავრობის მოთხოვნით ვებგვერდი გაუქმდა. საიდუმლო ფაილების მიხედვით ვირკვევა, რომ საბჭოთა ბანაკის იუგოსლავიის სპეცსამსახურმა საიდუმლო ინფორმატორის რანგში მარტა კოსი ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში გადაიბირა. ახლა კი მას ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების საკითხები აბარია. 60 წლის სლოვენიელი პოლიტიკოსის საქმიანობასთან დაკავშირებით საეჭვო გარემოებები საერთაშორისო მედიაში დასმული შეკითხვებით გამოიკვეთა. მარტა კოსი, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, რომელიც ამ თანამდებობას გასული წლის 1 დეკემბრიდან იკავებს, 12 წლიანი დიპლომატიური და პოლიტიკური კარიერის შემდეგ სლოვენიაში კომუნისტური ქვეყნების საიდუმლო სამსახურების ჯაშუშობაში ამხილეს. ყველაფერი 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან იწყება, როდესაც კოსმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. გაჩნდა ლოგიკური კითხვა, ნებაყოფლობით მიიღო ეს გადაწყვეტილება თუ არსებობდა კომპრომატები, რის გამოც მას უკან დახევა მოუწია. პარტია თავისუფლების მოძრაობის მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი კოსი ჯერ ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტობაზე უარის თქმის მიზეზი პირადი მოტივები იყო, შემდეგ კი სლოვენიაში არსებული შიდა პოლიტიკური ვითარება. თუმცა ეს არგუმენტები თავდაყირა მას შემდეგ დადგა, რაც მედია ნოვა 24-ში ყოფილი იუგოსლავიის საიდუმლო პოლიტიკურ პოლიციასთან მისი თანამშრომლობის ამსახველი ოფიციალური საარქივო დოკუმენტაცია შესაბამისი ნომრებით გავრცელდა. ექსპერტმა იგორ რომერცამ კი ის საიდუმლო სამსახურის უდბას ჯაშუშობაში ამხილა. ის იყო უდბას რეგისტრირებული წყარო, მსგავსი საქმიანობის აღსანიშნავად სხვა ტერმინებიც არსებობს, როგორიცაა დამნაშავეები ან ჯაშუშები. უდბა იყო პოლიტიკური პოლიცია. კოსი ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში აიყვანეს. უდბანეტის მონაცემები 1987 წლით თარიღდება, ასე რომ მის საიდუმლო ინფორმატორად არაუგვიანეს 1987 წელს დარეგისტრირდა, მაშინ როცა სწავლობდა. თავად კოსის მიერ დასახელებული ურთიერთგამომრიცხავი პოზიციების ფონზე მედიაში გავრცელდა არაერთი სტატია, სადაც ვკითხულობთ, რომ ამჟამინდელმა ევროკომისარმა 2022 წელს კანდიდატურა პარტია თავისუფლების მოძრაობის დამფუძნებლის ულტიმატუმის საფუძველზე მოხსნა. ამ ულტიმატუმის თანახმად რობერტ გოლობმა კოსს მოსთხოვა, რომ ის ან გადადგებოდა და განაცხადებდა, რომ ეს პირადი მიზეზების გამო გააკეთა, ან შემაშფოთებელ ინფორმაციას პარტიის საბჭოს მიაწვდიდა და გუნდის მხარდაჭერას დააკარგვინებდა. ამით მარტა კოსმა განცხადება მართლაც დაწერა და აღნიშნა, რომ პირადი მიზეზების გამო და შეცვლილ გარემოებებზე დაყრდნობით ეთიშებოდა საპრეზიდენტო რბოლას. რაც 2022 წელს მოხდა, გარკვეულწილად დამეხმარა უკეთ გავმიჯნო, რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და რა ნაკლებად მნიშვნელოვანი. ვიცი, რომ ჩემი გადაწყვეტილება სწორი იყო. როდესაც ვინმე აცხადებს, რომ პირადი მიზეზების გამო ტოვებს თანამდებობას, თქვენ თავად უნდა გადაწყვიტოთ, დაიჯეროთ თუ არა. მარტა კოსის იუგოსლავიის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ აქტიურად იბეჭდებოდა სლოვენიის მედიაში. ჟურნალისტები წერდნენ, რომ არსებობს კონკრეტული დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ კოსი იუგოსლავიის სპეცსამსახურებს ინფორმაციას აწვდიდა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის 2024 წელს, როდესაც მარტა კოსი ევროკომისრად წარადგინეს, მის წინააღმდეგ სლოვენიის ევროპის სახალხო პარტიის დელეგაცია გამოვიდა. დიდი ნაწილისთვის დიპლომატისა და პოლიტიკოსის კანდიდატურა მიუღებელი სწორედ იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობის გამო იყო. წარმოგიდგენიათ, რომ მაგალითად გერმანიაში ვინმე წარადგენდეს კანდიდატს, რომელიც შტატსთან თანამშრომლობდა. ჩემი ზოგიერთი კოლეგა ევროპარლამენტში ძალიან ნერვიულობს, როდესაც ესმის, რომ კოსი დაკავშირებული იყო უდბასთან და ასეთი ადამიანი ჩვენ შორის არის.
ევროკომისრის მიმართ შეკითხვები მხოლოდ მისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში არ დასმულა. მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა და განხილვის საგანი იყო შვეიცარიაში მისი დიპლომატიური საქმიანობის პერიოდიც. საუბარია 2017-2020 წლებზე, როდესაც კოსი ელჩის პოზიციას იკავებდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის თანამდებობა საელჩოს მართვასა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებების გამო ტოვებდა. მაშინ თავად დიპლომატმაც დაადასტურა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მისი მუშაობით დაინტერესდა და ბერნში მდებარე საელჩოში სპეციალური შემოწმება ჩატარდა. მედია წერს, რომ ეს ინფორმაცია დაადასტურა საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. შემოწმების მიზეზი, რომელსაც დიპლომატი ანდრეი გრასელი თანამშრომლებთან ერთად ხელმძღვანელობდა, იყო საელჩოს თანამშრომლების ბრალდებები ელჩის მხრიდან საელჩოს არაკორექტულ მართვაზე. საგარეო უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ მსგავსი საჭიროები მას მოხვდებოდა ბერლინში ელჩობის პერიოდიდანაც. მარტა კოსი გაფართოების საკითხებში ევროკომისრის პოზიციას 2024 წლის 1 დეკემბრიდან იკავებს. 2022 წლის აპრილიდან სექტემბრამდე კოსი პარტია თავისუფლების მოძრაობის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი იყო. იკავებდა ელჩის თანამდებობასაც 2013-17 წლებში გერმანიაში, 2017 წლიდან 2020 წლამდე კი შვეიცარიაში. 19 და 20 წლის ახალგაზრდები, რომლებიც სწავლასთან შეთავსებით სუპერმარკეტების ქსელს პარში მოლარე კონსულტანტებად მუშაობდნენ, ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. თბილისში ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე მაღაზიის თანამშრომლებს ახალგაზრდების ჯგუფი ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდა, რაც იმავე ქუჩაზე მცხოვრებმა მანანა გიორგობიანმა უკმაყოფილება გამოთქვა და სპარში დასაქმებულებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სწორედ მისი მოთხოვნით მივიდნენ რამდენიმე წუთში მაღაზიაში სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდები და კონსულტანტებს სასტიკად გაუსწორდნენ. პოლიციამ 6-ვე თავდასხმელი დააკავა, დაპატიმრებულია მანჩო გიორგობიანიც. ქალი, რომელიც ამ ვიდეოში სასურსათო მაღაზიის მოლარე კონსულტანტ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, მანანა გიორგობიანია. ჩანაწერში ისმის, რომ სუპერმარკეტ სპარის თანამშრომელი მას სიმშვიდისკენ მოუწოდებს, თუმცა აგრესიულად განწყობილი მომხმარებლის დამშვიდებას ვერ ახერხებს. მალევე ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე სპარის მაღაზიასთან მანანა გიორგობიანის ნაცნობები რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი ჩნდება. ისინი მარკეტის ორ თანამშრომელს 19 და 20 წლის ახალგაზრდებს ფიზიკურად უსწორდებიან. ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ძალადობა ჯერ მაღაზიის შიდა პერიმეტრზე დაიწყო, შემდეგ კი გარეთ ქუჩაში გაგრძელდა. სპარის ორი ნაცემი თანამშრომელი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. სამართალდამცველებმა კი ამავე უბანში მცხოვრები მანანა გიორგობიანი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული საცალო ვაჭრობის ობიექტზე განთავსებულმა ამ ვიდეო კამერებმა დააფიქსირეს. ორივე გამოწერილი არის და სახლში მედიკამენტებით მკურნალობენ, როგორც ვიცი. არ მისაუბრია არც ერთთან ჯერჯერობით. ოჯახის წევრებთან მქონდა კომუნიკაცია, როგორ იყვნენ. თუ რომ ჩამოვიყვანეს, ეგ ნახე და მორჩემიდი არაფერი. თავისაფრით და? ხო, პოპუსტერო ჩამოვიყვანეს, მანჩო გიორგობიანი. ვინ ჩამოვიყვანა? პოლიცია მეთქნობდა. სპარის კონსულტანტებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე 6 პირი უკვე იდენტიფიცირებულია. სამართალდამცველები მათი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს ამ წუთებშიც ატარებენ. რა თქმა უნდა, არანაირი გამართლება არასოდეს ძალადობას არ აქვს. აქ ორი აზრი საერთოდ არ შეიძლება რომ ვინმეს კონდეს. ერთ-ერთი ვინც მაღაზიის კონსულტანტებს ფიზიკურად გაუსწორდა ჯაკო ჩარკვიანია. ოჯახის ინფორმაციით ჩარკვიანი სხვებთან ერთად სუფრაზე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როდესაც მეგობრის დედამ მანანა გიორგობიანმა დაურეკა და დახმარებას თხოვა. ის დაახლოებით კიდევ 5 პირთან ერთად ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა, რის შემდეგაც სპარის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. კურიერის ინფორმაციით სამართალდამცველებმა ჯაკო ჩარკვიანი ცოტა ხნის წინ საკუთარ საცხოვრებელ სახლში აიყვანეს. ძალიან მეწოდება ამ საქმისთვის. იმიტომ რომ მე ვიცნობ მის ხასიათს, მის ბუნებას და პირველი ზარი, როცა თუ შევიდა ზარი, მე დაზუსტებით არაფრის თქმა შემიძლია, თუ ზარი შევიდოდა გარდაცვლილი ახლობლის დედის რომ მიშველეთ მცემენ, პირველი რეაქცია იქნებოდა, მით უმეტეს თუ ნასვამი იქნებოდა, რომ ჩავარდნილიყო და ვიღაცას მიშველებოდა. რატომ არ დარეკა თავად პატრულში? რატომ რეკავს თავისი გარდაცვლილი შვილის მეგობრებთან კივილით, რომ მიშველეთ მცემენ?
დაზარალებული ორი ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკიდან უკვე გაწერეს. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით საქმის ფიგურანტებს 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ვირის დნმ ქაბაბში მარნეულის ბაზარში მდებარე ორი სასადილო, რომლებიც ყოველდღურად ათობით მომხმარებელს ემსახურება დალუქულია. ეთოშას ქაბაბს და კიდევ ერთ ობიექტს რუსეთის უნებლობის სამსახურმა საწარმოო პროცესი მას შემდეგ შეუჩერა, რაც ფარში ვირის ბიოლოგიური მასალა აღმოაჩინა. საქონლის ხორცის ფარში, რომელშიც ვირის დნმ აღმოჩნდა, სასადილოებიდან უკვე ამოღებულია, თუმცა ეთოშას ქაბაბის მეპატრონე ალტერნატიული ლაბორატორიული კვლევის ჩატარებას აპირებს და ერწყმება, რომ მისი სასადილო მხოლოდ საქონლის ხორცით მარაგდებოდა. ერთი შეხედვით სანიტარული ნორმების დარღვევის გარდა ამ კადრებში უჩვეულო არაფერია. მარნეულის მცხოვრებლებისთვის ადგილიც კარგად ნაცნობია და აქ დამზადებული ქაბაბიც. დღეს ხუთივე ობიექტი დალუქულია. მიზეზი ფარში აღმოჩენილი ვირის დნმ-ია. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა სარეალიზაციოდ გამზადებული ხორცი შეამოწმეს. 5-დან 2 ობიექტის შემთხვევაში პასუხი დადებითია, რასაც ობიექტის მფლობელები არ ეთანხმებიან. 30 წელია აქ მუშაობ, ქაბაბს ვამზადებთ და ვყიდით. შემოწმებაზე ნამდვილად რამდენჯერმე იყვნენ მოსულები, აიღეს სინჯები. ობიექტი ჩემი საკუთრებაა და მას ხორცით მე ვამარაგებ. ვირის დნმ აქ როგორ აღმოჩნდებოდა? რამდენიმე დღის წინ ჩემი ობიექტი შემოწმების შემდეგ დახურეს. ხორცს ბაზარში ვყიდულობ, რომელსაც შემდგომ ქაბაბისთვის ვიყენებ. წლებია ამ საქმეს ვაკეთებ. ჩემი ხორცი სუფთაა. მხოლოდ საქონელის და ცხვრის ხორცზე ვმუშაობ. სარეალიზაციო ხორცი დღეს დალუქულია. ობიექტები კი 1000 ლარით დაჯარიმებულები. ხორცისა და ხორცის პროდუქტების სარეალიზაციო ობიექტებში აღებული იქნა სახეობრივ კვლევაზე 5 ნიმუში. შემდგომი ლაბორატორიული კვლევისთვის, სადაც 2 ნიმუში დადასტურდა ლაბორატორიულად ვირის დნმ. აღნიშნულ ბიზნეს ოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი, პროდუქცია იქნა დალუქული და მასალები შემდგომი კვლევისთვის გადაეცა შესაბამის უწყებებს. როგორ მოხდა ვირის დნმ ფარში? კითხვას პასუხი მოკვლევის დასრულების შემდეგ გაეცემა. მანამდე კი სპეციალისტები მომხმარებლის უფლებების დარღვევაზე საუბრობენ. საქმე გვაქვს არა მხოლოდ სურსათის უნებლობის დარღვევასთან, არამედ სურსათის ფალსიფიკაციასთან, იმიტომ რომ მომხმარებელი, როდესაც იძენს რაიმე ხორცს და ამ შემთხვევაში მაგალითად საქონლის ხორცის სახელით იყიდება და ეს კერძიც ალბათ საქონლის ხორცი იქნებოდა, ხდება ფალსიფიკაცია საქართველოს კანონმდებლობით, არც ცხენი და არც ვირის ხორცი არ იკვლება სასაკლაოში, შესაბამისად არ მოწონდება და არ ვიცით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, იმიტომ რომ არსებობს ისეთი დაავადებები, რომლებიც კონკრეტულად ცხენს და ვირს აქვს და არ აქვს მაგალითად საქონელს. ხორც პროდუქტებზე სურსათის ეროვნული სააგენტო ლაბორატორიულ შემოწმებებს განაგრძობს. წელს უკვე აღებულია 191 ნიმუში, საიდანაც ვირის დნმ პირველად დადასტურდა. რუსთავი ორის ეთერში მუსიკალური მეგაშოუ საქართველოს ხმა გრძელდება მეორე სეზონის პირველი გადაცემა კი არაერთი დასამახსოვრებელი მომენტით გამოირჩეოდა პირველ შესარჩევ კონკურსზე მაყურებლისა და ჟიურის წინაშე 9 ერთმანეთისგან განსხვავებული შემსრულებელი წარსდგა. კონკურსანტებმა ყველა დროის საუკეთესო ქართული და უცხოური კომპოზიციები შეასრულეს, გამოვლინდა პირველი ოქროს ბილეთის მფლობელიც. 15 წლის მუსიკოსი დათო ფორჩხიძის რჩეული გახდა ის პირველი მონაწილეა, რომელიც შესარჩევი ეტაპიდან საქართველოს ხმის საუკეთესო ათეულში მოხვდა. ერთმანეთისგან განსხვავებული მუსიკოსი, აღფრთოვანებული ჟიური, მაყურებლის ემოცია და პირველი ოქროს ღილაკი. ასე დაიწყო მეგა პროექტის მეორე სეზონი. წლის მუსიკოსი დათო ფორჩხიძის რჩეული და ოქროს ბილეთის მფლობელი გახდა. მარიამ, ნამდვილი ტალანტი ხარ და მე რას ვფიქრობ, იცი? აი ამას გაძლევ. მარიამ ბიგვავა პირველი მონაწილეა, რომელიც შესარჩევი ეტაპიდან საქართველოს ხმის საუკეთესო ათეულში მოხვდა. თითქოს რაღაცას დასტოპდა დრო, თან ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. სიმართლე რომ თქვა, ოქროს ღილაკს არ ველოდი, არც ვფიქრობდი რაღაც რომ
არ მიფიქრია დიდად მაგას და რაღაცა მოულოდნელი სიურპრიზი იყო, ასე ვთქვათ, გამეხარდა ძალიან. იყო გადაწყვეტილი, რომ მხოლოდ ერთი ღილაკი უნდა გამოგვეყენებინა 4 მწნელზე და დასწრებაზე იყო და ვიცოდი რომ ვაჭერდი იმ ერთადერთ ღილაკს, რომელიც მარტო იქნებოდა, მაგრამ ამ ღილაკმა მე ისინი გაოცებულები იყურებოდნენ, მიხვდნენ რომ აღარ არის. მეტი ღილაკი აღარ არის და ნუ მე გადავწყვიტეთ რომ 4 ღილაკი 4-ვეს და ანუ სხვა ოქროს ღილაკებს დაუდო ესეთი საფუძველი და მაგარი ოქროს ღილაკია რა. გადაცემის პირველმა ეპიზოდმა მაყურებელს თავი არაერთი გამორჩეული მომენტით დაამახსოვრა. კონკურსანტებმა ყველა დროის საუკეთესო ქართული და უცხოური კომპოზიციები შეასრულეს. 4 წევრისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შემდეგ ეტაპზე გადასვლის შანსი 8 მონაწილეს მისცა. დადებითი შეფასება მიიღო თვითნასწავლმა მუსიკოსმა, რომელიც დიდ სცენაზე პირველად აღმოჩნდა. ოთხივე ჟიური ძალიან კომპეტენტურია, ну რა თქმა უნდა და მათი შეფასებები, მათი მინიშნებები იყო ჩემთვის მართლაც ძალიან მისაღები და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს გამოცდილება მათგანაც სწორად მივიღე. იყვნენ საკმაოდ განსხვავებული კონკურსანტები. პირველმა ეთერმა დატოვა იმის განცდა, რომ წინ გველის ძალიან საინტერესო საკონკურსო დღეები. მეგაშოუს რუსავიორის სახე თიკა ფაცაცია უძღვებოდა. წამყვანი ტრადიციულად მაყურებელს შოუს კულისებს აზიარებდა და კონკურსანტებს ჟიურისთან შესახვედრად ამზადებდა. მაბედნიერებს, რომ ამ გზის ერთგვარი მათი გზის მონაწილე მეც ვარ და ზუსტად შემგან გაცილებულებს აქვს შესაძლებლობა, რომ აი ეს დიდი გზა გაიარონ. აი ესე შეიძლება ერთი გაწყინება მთელი ცხოვრების განმაპირობებელი იყოს მათთვის. მუსიკალური პროექტი 4 შესარჩევ ეტაპსა და 6 ლაივ კონცერტს აერთიანებს. გადაცემის მეორე სეზონი ახმა სიახლეებით და ცვლილებებით დაიწყო, რაც პირველ რიგში ჟანრობრივ მრავალფეროვნებასა და მონაწილეობის მსურველთა რაოდენობაზე აისახა. ძალიან გვიხარია, რომ შედგა საქართველოს ხმის ახალი სეზონი. ჟიურით ძალიან გვაყოფილი ვართ, კონკურსანტებს ნაკადით ძალიან გვაყოფილი ვართ და ნუ მოხდა რებრენდინგი ამ ფორმატის, იმიტომ რომ სტუდია ახალია, გრაფიკა ახალია, ჟანრობრივადაც ბევრად უფრო მრავალფეროვანია. ეს მრავალფეროვნება მუშაობს ძალიან კარგად, როგორც ჩანს, იმიტომ რომ რეიტინგიდან ძალიან გვაყოფილი ვართ დღეს უკვე სოციქსელში დანახვებიც ჰქონდა და აქვს. ძალიან გვაყოფილი ვართ და მივდივართ ასე ვთქვათ წინ. წინ რიგით მეორე შესარჩევი კონკურსია. სამშაბათს რუსავიორის ეთერში მაყურებლის წინაშე 9 მონაწილე წარდგება. ასეთი იყო დღევანდელი დღე 5 ნოემბერი და კურიერი 9 საათზე. დარჩით რუსთავიორზე რამდენიმე წუთში დღის და კვირის მთავარ პოლიტიკურ თემებზე საუბარი ნინო შუბაძის ღამის კურიერში გაგრძელდება. ჩვენ კი დღეს ამით ვასრულებთ მუშაობას, ხვამამდე გემშვიდობით ნახვამდის.